როგორც წინა სერიაში განვიხილეთ, არის გარკვეული არგუმენტები იმ ვარაუდის დამადასტურებლად, რომ ადამიანი დედამიწაზე არც ისე დიდი ხნის წინ მოსულია. უკვე განვიხილეთ ადამიანთა რასების საკითხი, რომელიც დედამიწაზე მრავალფეროვანია და ამ რასების ფიზიოლოგიური მუტაციის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სავარაუდოდ გაცილებით მეტი დრო, ვიდრე მეცნიერების მიერ ოფიციალურადაა აღიარებული. ამის გარდა არის კიდევ უამრავი არგუმენტი, რაც ამყარებს ჩვენს ვარაუდს. მაგალითისთვის ავიღოთ თვალის ჭრილი. როგორც მოგეხსენებათ, მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებს ვიწრო თვალის ჭრილი აქვთ. ოფიციალურად ეს აიხსნება იმით, რომ მათი წინაპრები ცხოვრობდნენ თოვლითა და ყინულით დაფარულ გარემოში, სადაც მეტი შუქია მზიან ამინდში, რის გამოც ბუნებრივად შემომცირდათ თვალის ჭრილი სხვა რასებთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმავე განედზე ცხოვრობენ სკანდინავიელები, რომლებსაც თვალზე იგივე მუტაცია არ აღენიშნებათ. ასევე კანის ფერიც სხვა აქვთ. თუ კი მონღოლოიდებს მოყვითალო ფერი დაჰკრავთ კანზე, სკანდინავიელები თეთრკანიანები არიან. ამავე დროს ეკვატორის ზოლში საკმაოდ დიდი ინტენსივობის სინათლეა მზისგან, რის გამოც ადამიანს სჭირდება თვალის დაცვა. წესით თუ კი სინათლის სიჭარბისგანაა თვალის ჭრილის ფორმა გამოწვეული, მაშინ ის არა მარტო მონღოლოიდებში, აფრიკულ აბორიგენულ ტომებშიც უნდა გვხვდებოდეს. ასევე აღსანიშნავია ერთი მომენტიც. არა მარტო ყინულოვან გარემოში ან უდაბნოში თვით ზომიერ განედზე მაცხოვრებელ ადამიანსაც კი ნათელ და მზიან ამინდში საკმაოდ უჭირს შუქფილტრის გარეშე დღისით სიარული. როგორც ჩანს, ჩვენი თვალის გუგა არასაკმარისად ვიწროვდება, რომ შუქის ნაკადი შეამციროს. იმ დროს, როცა ცხოველებში ესეთი პრობლემა არ შეინიშნება. თუ კი ადამიანი ევოლუციას გაივლიდა დედამიწაზე, მაშინ წესით არანაირი პრობლემა არსებულ სინათლესთან არ უნდა იყოს. ფაქტია, ადამიანს შედარებით უფრო რბილი გაშუქება სჭირდება კომფორტული ხედვისთვის. აი თქვენც დააკვირდით, როგორ ამინდში უფრო კომფორტულად ხედავთ. მზიანი და ნათელი დღის შემთხვევაში თუ მაღალი ღრუბლიანი ამინდის დროს. დაგვიწერეთ თუ შეიძლება თქვენი აზრი კომენტარებში. შემდეგ მაგალითად გამოდგება ასევე ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიებიც. ჩვენ უკვე ვახსენეთ გრავიტაციის ზემოქმედების ეფექტი ადამიანის სიმაღლესთან დაკავშირებით. ამავე ფაქტორის გამო ადამიანებში გახშირებულია უამრავი ძვალსახსროვანი პათოლოგიები. მაგალითად ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი ან პროტრუზია. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადებები ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, თან საკმაოდ ახალგაზრდა აღსაკიდან. თან არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სპორტული აქტივობითაა გამორჩეული თუ უმოძრაო საოფისე სამსახური აქვს, ან თუნდაც სოფლის მეურნეობაში იყოს ჩართული. ამას გარდა გავრცელებულია ასევე სახსრების დაავადებებიც. მაგალითად ართრიტი, რომელიც ერთბაშად ვითარდება ზედმეტი დაწოლის შედეგად და გარკვეული მინერალების დეფიციტის გამო. ეს კი საკვებთანაა დაკავშირებული, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ძვლებზე დიდ დატვირთვას კი დედამიწის გრავიტაციის გამო ვიღებთ. თუ კი ადამიანი აღგაივლდა ევოლუციას, მაშინ მას უფრო ადაპტირებული ძვალსახსროვანი სისტემა უნდა ჰქონდეს. ფაქტია, რომ ადამიანს შედარებით უფრო სუსტი ძვალსახსროვანი სისტემა აქვს დედამიწაზე არსებულ სხვა ცხოველებთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ადამიანმა საგანგებო წვრთნა არ გაიარა, მას არ შეუძლია თუნდაც თავისივე სიმაღლის ნიშნულიდან გადმოხდეს, ისე რომ არაფერი დაიზიანოს. იმ დროს, როდესაც ამას ცხოველები თავისუფლად ახერხებენ. ასევე რომ ავიღოთ ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ვისთვის საკმაოდ რთულია თავის აწევა ხელების მეშვეობით ვერტიკალურად. თუ კი წინასწარ არ ივარჯიშებს შესაბამისად. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის რთული იქნება ველურ გარემოში ცხოვრება. თუნდაც მტაცებელი ცხოველებისგან თავდასაცავად. ადამიანს სჭირდება ტექნოლოგიური თავშესაფარი. ამ დროს ცხოველები მტაცებელს ან გაურბიან, ან ხეზიადიან მათგან თავდასაცავად. ამისათვის მათი ფიზიკური მონაცემები საკმარისია საფრთხისგან თავის დასაღწევად. თუნდაც ადამიანის მიერ გამოზრდილი შინაური ცხოველი რომ აიღო, ინსტინქტურად მასაც აქვს საშუალება, რომ სასიკვდილო საფრთხის პირობებში თავი გადაირჩინოს. ასევე აღსანიშნავია საკვების თემაც. განსხვავებით ცხოველებისა, ადამიანს ხილის და გარკვეული სახეობის ბოსტნეულის გარდა პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება ისე, რომ ის ტექნოლოგიურად წინასწარ არ დაამუშავოს. ადამიანის საკვების რაციონს თუ გადავხედავთ, დღეს ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის პროდუქტებს. ესაა ხორცი, მარცვლეული რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. თუ კი მტაცებელი უმხორცს მიირთმევს უპრობლემოდ, ადამიანისთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. სულ მცირე იმ უმხორცში არსებული პარაზიტების თუ ადამიანებისთვის მავნე ბაქტერიების გამო, რომელთა მიმართაც ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტი არ გააჩნია. სავარაუდოდ თავის დროზეც ადამიანმა სწორედ ამ ბაქტერიების და პარაზიტების გასანეიტრალებლად მოიფიქრა მისი თერმულად დამუშავება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ხორცი როგორც საკვები. იმის გამო, რომ დედამიწაზე არსებული მცენარეული საფარი არაა მდიდარი ყველა საჭირო ცილებით თუ მინერალებით, რაც ხორცში უხვათაა. ამ დროს ადამიანის კუჭნაწლავიც არაა ადაპტირებული დიდი ოდენობით უმი მცენარეული საკვების გადამუშავებისთვის. მაგალითად, მარცვლეულ ცხოველები თუ ფრინველები უპრობლემოდ ითვისებენ. იმ დროს, როცა ადამიანის კუჭნაწლავის ტრაქტისთვის დამღუპელ ზემოქმედებას მოახდენს გინდაც წინასწარ დანაყული, მაგრამ მოუხარშავი ან გამოუცხობელი მარცვლეულის მიღება. ამიტომაც ადამიანმა ისწავლა მარცვლეულისგან ფაფების მომზადება,
რაც მოგვიანებით გადაიზარდა პურის გამოცხობის ტექნოლოგიაში. ანუ იმისთვის, რომ საკვებად გამოსადეგი გაეხადა მარცვლეული, ადამიანს მოუწია მისი ჯერ მექანიკურად და შემდეგ თერმულად დამუშავება, ისევე როგორც ხორცისა. ანალოგიურად შეიძლება ითქვას უმეტეს ბოსტნეული სახეობებზე. ყველა მათგანი უნდა დამუშავდეს თერმულად, რომ საკვებად ვარგისი გახდეს ადამიანისთვის. გარდა ამისა, არსებულ პროდუქტში, რითიც ადამიანი იკვებება, არ არის საკმარისი რაოდენობით ყველა საჭირო მინერალი თუ ცილა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ადამიანს უხდება ბალანსირებული კვება. მან უნდა მიიღოს კომბინირებული საკვები, სადაც იქნება როგორც ხორცპროდუქტები, ასევე მცენარეული უჯრედისიც და რაც მთავარია, რძის პროდუქტებიც, რომელიც რა თქმა უნდა ასევე დამუშავებულია და უმად ვერც მას ვიღებთ. ცნობისათვის არც ერთი ძუძუმწოვარი არსება დედამიწაზე ზრდასრულ ასაკში აღარ იღებს რძეს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ისმება შეკითხვა: თუ კი ადამიანმა ევოლუციის ეტაპები გაიარა დედამიწაზე, რატომ სჭირდება მას აქ არსებული მცენარეული საფარის თუ ხორცის საგანგებოდ მომზადება, რომ მისთვის საკვებად ვარგისი გახდეს? ამავე დროს ადამიანს მწვავედ აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები. მეტწილად სტომატოლოგიური პრობლემები გამოწვეულია მომზადებული საკვებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ადამიანი იცავს პირისგრულს ჰიგიენას, ეს პრობლემა მაინც მოუგვარებელი დარჩა. კბილის ექიმები უხსოვარი დროიდან არსებობდნენ. ჯერ კიდევ ძველ შუმერში იყო აღმოჩენილი კბილის დაბჟენის ფაქტები. ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ამ განხრით ძველი ეგვიპტე იყო. ისინიც იღებდნენ დიდი ოდენობით თაფლს, რის გამოც კბილები უფუჭდებოდათ. გათხრების დროს თვით ფარაონების ნაშთების შესწავლისასაც კი აღმოაჩინეს, რომ მათაც გაფუჭებული ამოგლეჯილი ჰქონდათ კბილები. თუ კი ადამიანმა ევოლუცია დედამიწაზე გაიარა, რატომ არაა თუნდაც კბილები ადაპტირებული ადგილობრივ საკვებთან? ან რატომ არა მოგდის ახალი კბილი, როდესაც ძველი ფუჭდება ან გვტყდება? საინტერესო მოვლენაა ასევე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ადამიანში. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული დაავადებები ცხოველებშიც გავრცელებულია, ფაქტია, რომ გარეული ცხოველები ისე მტკივნეულად არიხდიან დაავადებებს, როგორც ადამიანი. არც ერთი ცხოველი არ კარგავს უნარს, რომ ირბინოს და იკვებოს. მტაცებლის ნადირობაც იმაზეა სწორედ აგებული, რომ ის დაავადებული და სუსტი ცხოველი დაიჭიროს. უიშვიათესი შემთხვევაა, როცა ავადმყოფობით კვდება ცხოველი. ამ დროს ადამიანს ძალიან უჭირს ვირუსული ინფექციების გადატანა. ჩვენი ისტორია სავსეა ეპიდემიებით, რომლებიც ცნობილია მასობრივი სიკვდილიანობით ადამიანებს შორის. შავი ჭირის ეპიდემიის დროს პრაქტიკულად ევროპის მესამედი მოსახლეობა გარდაიცვალა. ასევე ყვავილმა მოკლა უამრავი ადამიანი. როდესაც კონკისტადორებმა ის ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს, შეიძლება ითქვას, რომ უნებურ ბიოლოგიურ იარაღად იქცა. თან აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანზე გადამტერებული ვირუსები თუ ბაქტერიები გაცილებით მრავალფეროვანია ვიდრე მთელი ფაუნისა. ისიც ცნობილია, რომ ადამიანიდან ცხოველზე უიშვიათესად გადადის ვირუსი. ამ დროს, როცა პირიქით ძალიან ხშირად ხდება. ზოგიერთი ასეთი მოვლენა გავხდა რაკიტას დიდი ეპიდემიის მიზეზი. იგივე შავი ჭირი შუა საუკუნეებში სწორედ ვირთხებისგან გავრცელდა ადამიანებში. ცნობისათვის ბევრი ვირუსული დაავადებების სამკურნალო წამალი დღესაც არაა გამოგონილი. ერთადერთი რაც მოახერხა კაცობრიობამ, მისი შტამის გამოყვანა და ვაქცინის შემუშავებაა. მეცნიერების გადმოცემით, ყველა ვირუსი თუ ბაქტერია, რაც დედამიწაზე არსებობს, აქ გაჩნდნენ და მილიონობით წლის განმავლობაში განიცადეს ევოლუცია. თუ კი ჩვენს გავივლიდით ევოლუციის ყველა ეტაპს, მაშინ აუცილებლად ვიქნებოდით ამ ვირუსებთან თუ ბაქტერიებთან შედარებით უფრო შეგუებულები. ბევრი თქვენთაგანი ალბათ იმას იტყვის, რომ ჩვენი იმუნოდეფიციტი გამოწვეულია მეტნაკლებად სტერილურ გარემოში ცხოვრების გამო. მაგრამ ისტორიას თუ გავიხსენებთ, იმავე შუა საუკუნეებში კაცობრიობა ცხოვრობდა აბსოლუტურად არასტერილურ გარემოში. თუ კი ეს იმუნიტეტის გამომუშავებელი ფაქტორი იქნებოდა, მაშინ რატომ იყო იმ პერიოდში ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 45 წელი? ერთ-ერთ არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობაც. ანუ პერიოდი, როდესაც მას მშობლის გარეშე არ შეუძლეს სრულფასოვანი ცხოვრება. ასევე საუბარია რეპროდუქციულ ასაკამდელ პერიოდზე. როგორც ცნობილია, ბავშვობა გრძელდება დაახლოებით 14-16 წელიწადი. იმ დროს, როცა ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგომ ძუძუმწოვრებში, ანუ პრიმატებში, ეს პერიოდი საკმაოდ მცირეა. ის საშუალოდ 5 წელიწადია. სხვა ძუძუმწოვარ არსებების შემთხვევაში, თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ბავშვობის პერიოდი რა თქმა უნდა განსხვავებულია, მაგრამ მაინც გაცილებით მცირეა ადამიანთან თუ პრიმატთან შედარებით. მაგალითად, თუ კი ავიღებთ ხორცის მჭამელ ცხოველებს, მათი ბავშვობა მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადი შეიძლება იყოს. დაბადებიდან სულ რამდენიმე კვირა აქვთ მომენტი, როცა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ფუნქციონირება. ხოლო ბალახის მჭამელი ცხოველები დაბადების მომენტიდანვე დამოუკიდებლად დარბიან და თავის მშობელს დაყვებიან საკმაოდ შორ მანძილებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ პრიმატების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წელიწადია. თუ კი ადამიანს იმავე პირობებში მოუწევდა სიცოცხლე, ისიც დაახლოებით იმდენივე შეძლებდა მიუხედავად მისი ბავშვობის ხანგრძლივობისა. თანამედროვე მედიცინის და სოციუმის პირობებში შესაძლებელი გახდა, რომ ადამიანმა საშუალოდ 80 წელი იცხოვროს.
ბევრი მეცნიერის მოსაზრებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა წესით უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესაა ის შესაძლებელი. იმავე ბიბლიური გადმოცემებით პირველი ადამიანები დაახლოებით 900 წელი ცხოვრობდნენ. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმცირე შესაძლოა სწორედაც არაცათანადო სასიცოცხლო პირობებითაა გამოწვეული. ის, რომ ჩვენ ადამიანები არ ვართ ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თუ კი აქ არსებული კვების ჯაჭვიდან ადამიანი ამოვარდება, დედამიწის ფაუნას არაფერი არ დაემართება. პირიქით, ამოისუნთქებს კიდეს და ბუნებრივ პირობებს დაუბრუნდება ყველაფერი. იმ დროს, როცა თუ კი თუნდაც რომელიმე მწერი, მაგალითად ყველასათვის მომაბეზრებელი კოღოც კი რომ გაქრეს, დედამიწის ფაუნაში სერიოზული ძვრები და მრავალი ცხოველის გადაშენების ეპოქა დაიწყება. იმის გამო, რომ კვების ჯაჭვში კოღოზე მიბმული სხვა ცხოველები თუ მწერები უბრალოდ შეწყვეტენ არსებობას. ალბათ ბევრ თქვენგან შეგიმჩნევიათ ერთი უცნაურობა თქვენს თავზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში იწყება მომენტი, როდესაც არანაირად არ ყოფნით ძილით. რაც არ უნდა მშვიდად გეძინოთ, თითქოს საკმარისი არ არის. ვიცით, ბევრი დააბრალებთ გადატვირთულ გონებრივ სამუშაოს, მაგრამ არის გარკვეული ექსპერიმენტები ჩატარებული ადამიანებზე, როდესაც ისინი ჩაკეტეს დახურულ სივრცეში, სადაც დღეღამის ხანგრძლივობა არ აღიქმებოდა, მათ არც საათები არ მისცეს. შედეგად ადამიანებს ჩამოუყალიბდათ ავტონომიური დღეღამის განსაზღვრა. ექსპერიმენტის შედეგად ადამიანის ბიორიტმები გადაეწყო დაახლოებით 30 საათიან რეჟიმზე. გვაქვს ეჭვი, რომ იმ ადგილზე, სადაც ადამიანმა გაიარა პირვანდელი ევოლუცია, სხვა დღეღამური რეჟიმი იყო, რაზეც ინფორმაცია შემორჩენილი გვაქვს ჩვენ გენეტიკურ მეხსიერებაში. აღსანიშნავია, რომ ესეთი ექსპერიმენტები ბევრი არაა ჩატარებული. ერთ-ერთი ჩატარდა გასული საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ევროპეიდული რასის წარმომადგენელი. საინტერესოა, თუ კი იგივე ექსპერიმენტს ჩავატარებთ სხვადასხვა რასის ადამიანებზე, რა სახის შედეგს მივიღებდით. ანუ გარკვეული რასის ბიორიტმები როგორ დღეღამურ ხანგრძლივობაში გამოიხატებოდა. თუ კი ეს განსხვავებული იქნებოდა სხვადასხვა რასის მიხედვით, მაშინ ამით დადასტურდებოდა ჩვენი მოსაზრება, რომ აქ ყველა რასა ჩამოსულია სხვადასხვა ვარსკვლავური სისტემის პლანეტებიდან, რომელთაც დედამიწისგან განსხვავებული ბრუნვის პერიოდები აქვთ. ამ თემაზე არგუმენტები ძალიან ბევრია, თუმცა ფილმის ფორმატი არ მოგცემს საშუალებას ყველა მათგანი განვიხილოთ. მიუხედავად ამისა, აქვე ერთს კიდევ დავამატებთ. უცნაურია თავად ადამიანის, ანუ ჰომო საპიენსის გამოჩენა დედამიწაზე. ნამარხების მიხედვით პირველი თანამედროვე ადამიანის წინაპრის ნაშთები თარიღდება დაახლოებით 45-50 წლით. ცნობისათვის ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე დასრულდა გამყინვარების ერთი ფაზა და პლანეტაზე დაიწყო დათბობა. ამავე პერიოდში მოხდა ნეანდერტალელების გადაშენებაც. ამ თემაზე ჩვენ სხვადასხვა ფილმებში არაერთხელ გვისაუბრია. ეს ფაქტიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ დედამიწაზე ადამიანი ერთბაშად არის მოსული, უკვე დასრულებული ევოლუციური ეტაპებით. ის დღემდე ცდილობს დედამიწის პირობებთან ადაპტირების გავლას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკამათოა და ჩვენი კლუბის სუბიექტური მოსაზრებაა. ამიტომაც გთხოვთ გამოგვეხმაუროთ კომენტარებში და დაგვიწეროთ თქვენი აზრი ამ ყველაფერზე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ ფილმი მოგეწონათ, გთხოვთ არხი გამოიწეროთ და ფილმზე რეაგირება მოგვიხდინოთ. ახლა კი გემშვიდობებით შემდეგ ფილმამდე.